განვაგრძობ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, ჩვენ წინა საუბარში შევაჯამეთ და უფრო დავაკონკრეტეთ ჩვენი აზრით ზოგი ასპექტი იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც რამდენიმე შეხვედრა მიუძღვენით, ორი ბუნების ნესტორიანულ, მონოფიზიტურ, ანუ მწვალებლურ გაგებასა და მართლმადიდებლურ დოგმად შორის იმავე ორ ბუნებასთან დაკავშირებით. ბოლო საკითხი, რაც ჩვენ შეჯამებულად წარმოადგინეთ, გულისხმობდა დებულებას იმის შესახებ, რომ კაცობრიო ბუნება მაცხოვარში, ესე იგი მას შემდეგ რაც მაცხოვარმა ეს კაცობრიო ბუნება განიკუთვნა, შეერთების პირველ წამიდანვე და უმწვერვალესი დასაბამიდანვე საღვთო ბუნებისგან გამდიდრდა 4 თვისებით, 4 ღირსებით, 4 მოქმედებით, ეს გახლავთ საღვთო ყოლისწოდნეობა, საღვთო ყოლის შემძლეობა, საღვთო ცხოველმყოფელობა და საღვთო მეუფებრიობა. ამ 4 თვისებით გამდიდრდა მაცხოვრის კაცობრიო ბუნება და ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვსაუბრობთ კაცობრიო ბუნებაზე მაცხოვარში, მაცხოვრის იპოსტაში და არა კაცობრიო ბუნებაზე განყენებულად, როგორც ამასთან დაკავშირებით ვრცელი განხილვა ჰქონდა წინა შეხვედრაზე, თუმცა მაინც მკვეთრად გავუსვამთ კვლავ ხაზს, რომ დაბნეულობა არ იყოს სვენელისგან. მსჯელობაში, თეორიულ განხილვაში, საღვთისმეტყველო ანალიზში ეკლესიის მამები მკვეთრად განასხვავებენ ორ კატეგორიას, ერთი ამა თუ იმ მოვლენის განხილვა განყენებულად, ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ჰიპოსტასისგან დამოუკიდებლად ბუნების განხილვა და მეორე ბუნების განხილვა ჰიპოსტასში, ჰიპოსტასურ გამოვლინებაში. ამიტომ ვამბობდით, რომ სხვა არის კაცობრიო ბუნებაზე, როდესაც ვსჯელობთ განყენებულად, ასეთი კაცობრიო ბუნება არასოდეს საღვთო ბუნების ყოლისწოდნეობით, ყოლის შემძლეობით, საღვთო ცხოველმყოფელობითა და საღვთო მეუფებით არ გამდიდრებულა, ყოლის შემძლეობა და ყოლისწოდნეობა მას არასოდეს არ ექნება, მაგრამ ეს აირეკლა თავის-თავში და ამით განიმშვალა კაცობრიო ბუნება მაცხოვრის ჰიპოსტასში. სხვა არის ბუნება განყენებულად, სხვა არის ბუნება ერთ-ერთ ჰიპოსტასში, ზოგადად რომ ვთქვათ ერთ-ერთ ჰიპოსტასში. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ეს ბუნება, რა თქმა უნდა, მაცხოვრის ჰიპოსტასში, სადაც მან განსაკუთრებული ღირსებანი შეიძინა. ცხადია, ამ ღირსებათა მიფენა კაცობრიო ბუნებაზე ხდება, თავისთავად ცხადია, რომ გარკვეული განხთობილობა ცოდნისა, ძალმოსილებისა, მეუფეობისა და ცხოველმყოფელობისა ყველა ადამიანის კაცობრიო ბუნებას აქვს ღვთისმადლით, მაგრამ ჩვენ მეტნაკლებობაზე არ ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ, მიუხედავად იმისა, რომ მრავალნი სწორედ ამ კუთხით იგებენ მაცხოვრის კაცობრიო ბუნების განხთობილობას, ეკლესიის მამები ამგვარად არ იგებენ, ისინი არ საუბრობენ, რომ მაცხოვრის კაცობრიო ბუნების ცოდნა უფრო მეტი იყო ჩვენს ცოდნაზე გამდიდრებითად, ან მას უფრო მეტი ძალა ჰქონდა და ამიტომ იყო რაღაცით ღირსეული. არამედ აქ საუბარია კვლავ აღნიშნავთ ყოლისწოდნეობაზე, ყოლის შემძლეობაზე, მეუფეობაზე და საღვთო ცხოველმყოფელობაზე, ამ 4 ღირსებაზე, რითაც მყისიერად გამდიდრდა კაცობრიო ბუნება მაცხოვრის ჰიპოსტასში საღვთო ბუნებასთან შეერთებისას. მაგრამ როგორც ხაზი გავუსვით, ესაა განხთობილობის პირველი ეტაპი, ამით არ ბოლოვდება განხთობილობა კაცობრიო ბუნებისა მაცხოვარში და იგივე ბუნება განხთობილობის მეორე ეტაპზე ადის, ანუ განხთობილობის ახალ ხარისხს წვდება აღდგომის ჟამს, მკვდრეთით აღდგომის ჟამს, როცა მაცხოვარი კაცობრიواد აღდგა მკვდრეთით. სხვა დროს ჩვენ ამაზე ნაწილობრივ გქონია განხილვა, როდესაც აღნიშნავდით, რომ მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა აღადგინა რა საკუთარი კაცობრიო ბუნება და აღამაღლა ზეცად, ეს აღდგინებული კაცობრიო ბუნება არ არის იგივეობრივი იმ კაცობრიო ბუნებისა, რაც ჯვარცმულ მაცხოვარს კაცობრიواد ჰქონდა. თვისობრივად მათ შორის არის მკვეთრი განსხვავება, მაგრამ ეს მკვეთრი განსხვავებანი არ ნიშნავს მაცხოვრის კაცობრიო ბუნების გასვლას კაცობრიო ბუნების საზღვრების გარეთ. არათუ ეს განხთობილობის იმ პირველ წამსვე, როდესაც 4 ხმთეებითი ღირსებით აღიბეჭდა მაცხოვრის კაცება, მაშინაც კი ოდნავადაც მისი კაცობრიო ბუნების საზღვრები არ შერყეულა, შეზღუდულობა, შემოსაზღურულობა, ანუ დასაზღურულობა მაცხოვრის კაცობრიო ბუნებისა მარადიულია, მაგრამ როგორც არაერთგზის აგვინიშნავდა ეს ნიმუში მოგვიტანია, ისე როგორც მცირე ნატეხში შუშისა მთელი მზე ირეკლება, ამგვარადვე აირეკლა, ამგვარადვე გამდიდრდა მისი კაცობრიო ბუნება ღმრთეების ბრწყინვალებით, რასაც ოდნავადაც რომელიმე მისი ბუნებითი თვისების არათუ აღმოფხვრა დაკნინებაც კი, ოდნავ შემცირებაც კი არ გამოუწვევია. იგივე ვითარება მით უმეტეს ამჯერად, რადგანაც განხთობის მეორე ეტაპზე რა თვისებებსაც იღებს კაცობრიო ბუნება, ეს თვისებები კაცობრიო ბუნებისთვის თლად უცხო არ არის, იმიტომ რომ ეს თვისებები მას უკვე ჰქონდა და დაკარგა. ანუ განხთობის მეორე ეტაპი გულისხმობს მაცხოვრის მიერ კაცობრიო ბუნების აყვანას იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეც მას ჰქონდა უკვე და ცოდვის შედეგად დაკარგა. აი ამას გულისხმობს განხთობის მეორე ეტაპი. ხოლო რა სიმაღლე ჰქონდა კაცობრიო ბუნებას და რა დაკარგა მას, როგორც ამაზე ჩვენ არაერთგზის გვიმსჯელია, კვლავ გახსენების ღირსია ვფიქრობთ და მიუთითებთ, რომ ვიდრე ცოდვით დაცემამდე ეკლესიის მამათა სწავლებით ადამისა და ევას
კაცობრიულ ბუნებას ჰქონდა საღვთო ღირსებები, მადლმოსილება იმისა, რომ ეს ბუნება იყო პირველ რიგში უკვდავი, მეორე უხრწნელი, მესამე ტკივილგანუცდელი. ეს არის არა ვთქვათ გარეგანი თვისებები კაცობრიული ბუნების, არამედ შინაგანი ბუნებითი თვისებები გახლდათ მისი ცოდვით დაცემამდე. ბუნებითად კაცება, კაცობრიობა, ადამიანსა და ევასი იყო უკვდავი, უხრწნელი და ტკივილგანუცდელი. ჩვენ ამჯერად არ ვსაუბრობთ იმაზე, ეს უკვდავება და უხრწნელება განსაკუთრებით კი უკვდავება, რომელიც საკითხით ხშირად დასმულა, მოუცილებელი თვისება იყო თუ არა ადამიანის კაცობრიული ბუნებისა. თავისთავად ცხადია, რადგან ეს თვისება გადაგვარდა, ესე იგი ის მოუცილებელი ადამიანური ბუნებისგან არ ყოფილა. შესაბამისად, დაუსრულებელი კამათი იმაზე, რომ ადამიანი უკვდავი კი არ იყო, მოკვდავი დაიბადა, მაგრამ უკვდავები შეიძლებოდა გამختარიყო, რომ უხრწნელი კი არ იყო, ხრწნადი დაიბადა, მაგრამ უხრწნელი შეიძლებოდა გამختარიყო, ცოდვა რომ არ ჩაედინა და სხვა. ასეთი ოპერირება საღვთისმეტყველო საკითხებზე ეკლესიის მამათა შრომებში არ ხდება. იქ ზოგადი დებულებებია, რომ ეს ბუნება იყო აუცილებლად უკვდავი, უხრწნელი და ტკივილგანუცდელი, მაგრამ ეს ყველაფერი, აი ეს ღირსებები მას ღვთისგან ჰქონდა მიმადლებული კაცობრიულ ბუნებას, ადამიანისას, ადამიანსა და ევას კაცობრიულ ბუნებას, უკვდავობას, ტკივილგანუცდელობასა და უხრწნელებაც ღვთისგან ჰქონდა მიმადლებული და რაც მიმადლებულია, მისი დაკარგვა თუ იმ მადლს განეშორები, ცხადია, ბუნებრივად მოხდება. ამიტომაც არის, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ადამიანის უკვდავებაზე, როგორც ასე ვთქვათ, თავისთავად მოვლენაზე, რომ ადამიანი თავისთავად იყო უკვდავი, თავისთავად რომ ადამიანი უკვდავი ყოფილიყო, ის უკვდავებას არც დაკარგავდა, ვთქვათ, უხრწნელებაც მსგავსადვე უნდა ითქვას და ტკივილგანუცდელობაც, ესეც რომ თავისთავად, ესე იგი ღვთის მიერ მადლით მინიჭების გარეშეც რომ ქონოდა ადამიანს როგორც არს, მაშინ ამ თვისებების გარეშე ის არასოდეს აღარ წარმოჩნდებოდა და ყოველთვის ექნებოდა ეს თვისებები. მაგრამ რადგან ცოდვამ დააკარგვინა მას ეს თვისებები, ამით სრულიად აშკარაა, რომ ეს თვისებები ადამიანის ბუნებას მიმადლებული ჰქონდა ღვთისგან და განეშორა რა მადლს ადამიანი, მადლისმიერი თვისებებიც დაიკარგა მისგან და ცოდვის შედეგად ადამიანის ბუნება გადაგვარდა, გახდა რა უხრწნელის ნაცვლად ხრწნადი, ბიოლოგიურად ხრწნადი, უკვდავის ნაცვლად მოკვდავი და ტკივილგანუცდელის ნაცვლად ტკივილგანუცდელი, ანუ ვნებადი, ანუ მოწყლვადი და სხვა. აი ეს დაცემული ბუნება მართალია ცოდვას დაფუძნებული, იმიტომ რომ ცოდვამ შემოიტანა ეს დაცემულობა. მიუხედავად ამისა, სწორედ ეს დაცემული ბუნება მიიღო მაცხოვარმა, მოღონდ მიიღო ყოველგვარი ცოდვილიანობის გარეშე, მან მიიღო ცოდვის შედეგი, ხოლო ცოდვის შედეგი სწორედ ეს ბუნებაა. ადამიანური კაცება ამ ბუნებითი თვისებებით, უკვე მოკვდავობით, ხრწნადობითა და ტკივილგანცდით, ანუ ვნებადობით, აი ეს ბუნება მიიღო მაცხოვარმა ყოველგვარი ცოდვის გარეშე და ამავე ბუნებით ეცვა ჯვარს, ამავე ბუნებით ჭეშმარიტად მოკვდა ჯვარზე და ჭეშმარიტად დაიდო საფლავში მისი კაცობრივი სხეული და მისი კაცობრივი სული ჭეშმარიტად ჩავიდა ჯოჯოხეთში და აღდგა რა უკვე მისი კაცობრივი ბუნება აღდგა იმავე თვისებებით, რა თვისებებიც ადამიანსა და ევას, ადამიანსა და ევას კაცობრივი ბუნებას ჰქონდა ცოდვით დაცემამდე. აი ეს გახლავთ განხტობილობის ის მეორე ეტაპი, რაზე ჩვენ ამჯერად ვსაუბრობთ და რის მიზანდასახულობაც მაცხოვრის განკაცებას ჰქონდა. მაცხოვრის განკაცების მიზანდასახულობა სწორედ ეს გახლდათ, რომ მიეღო მას ცოდვის შედეგად დაცემული კაცობრივი ბუნება ყოვლად უცოდველს, ყოველგვარი ცოდვის გარეშე მიეღო ეს ბუნება და აღედგინა იგი თავდაპირველ უცოდველობაში, თავდაპირველ დაუცემელობაში, თავდაპირველ უხრწნელებაში. ეს გახლავთ განკაცების მიზანდასახულობა და მაცხოვარი იესო ქრისტეს სწორედ ამიტომ ეწოდება, ანუ როგორც გამაცოცხლებელი, როგორც გადამრჩენელი. ქართულში ცხონება და ცხოვრება იგივეობრივი მონაცემები გახლავთ. მართალია ზოგჯერ იმიჯნებიან ისინი და ცხოვრება ყოფას ნიშნავს, ყოფა ცხოვრებას ნიშნავს, ხოლო ცხონება გადარჩენას, ხსნას, მაგრამ საკუთრივ სიტყვები ცხონება და ცხოვრება ეტიმოლოგიურადაც ერთი და იგივეა და შენაცვლებაც მათ შორის არის აურაცხელ შემთხვევაში, როდესაც ბერძნულში გვაქვს თქვა სოტერია, ანუ რაც პირდაპირ გაგებით არის ცხონება, ანუ გადარჩენა, ანუ ხსნა, სპასიენიე. ამ სოტერია შესატყვისად ძველ ქართულ თარგმანებში ჩვენ აურაცხელ შემთხვევაში შეგვიძლია ვნახოთ ცხოვრებაი ნაცვლად ცხოვრებისა. და მეორე მხრივ ცხოვრება, ცხოვრების, ანუ არსებობის მნიშვნელობით, ყოფითი არსებობის მნიშვნელობით ჩვენ არ ვამბობთ ამ შემთხვევაში სულიერ არსებობაზე, ყოფითი არსებობის მნიშვნელობით ძალიან ხშირად არის დადასტურებული, თუნდაც ბიბლიურ ტექსტებში, ძველ ქართულ თარგმანებში, რომ თქვათ ადამი ამდენ წელს ცხოვრდა, სხვა მისგან მშობილი ამდენ წელს ცხოვრდა, აქ ცხოვრდა ყველგან გულისხმობს ამდენ წელს იცოცხლა მან. და მსგავსი შემთხვევები, როგორც ვეკითხარით, ძალიან ბევრია. ამიტომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ცხონება და ცხოვრება ორივე გულისხმობს არსებითად ერთსა და იმავე, შეიძლება ყოფითი გაგებაც ჰქონდეთ მათ, შეიძლება სულიერი გაგებაც ჰქონდეთ და ამ ორი ტერმინის
ფაქტობრივად საღვთისმეტყველო იდენტურობას ადასტურებს, შესაბამისად სავსებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაცხოვარი განკაცდა ადამიანთა ცხოვრებისთვის, ცხოვრება და სიცოცხლე ერთი და იგივე მოგეხსენებათ და რადგან ეს ორი ტერმინი ასეთი იგივეობრივი ნიშნით ხასიათდება, მაცხოვარი სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა ცხოვრების, ანუ სიცოცხლის მომნიჭებელი, გამაცოცხლებელი და ამ მხრივ ის აზრიც მიკვეთება, რომ ჩვენ სიკვდილი შევიძინეთ ცოდვის შედეგად, ხოლო მოვიდა ის, ვინც ჭეშმარიტი სიცოცხლე რაც ჰქონდა ამ სიკვდილამდე, აი ის უნდა დაგვიბრუნოს. ესაა განკაცების საიდუმლო, განკაცების მიზანდასახულობა, მაგრამ იმ ჭეშმარიტ სიცოცხლეს ჩვენ ისე ვერ დავიბრუნებთ, თუ იმ ჭეშმარიტი სიცოცხლის მიმღები თვისებებით ჩვენი ბუნება კვლავ არ გამდიდრდება, კვლავ არ განიმსჭვალება. ხოლო როგორ შეიძლება რომ უკვდავი სიცოცხლე ჰქონდეს მოკვდავს, უხრწნელი სიცოცხლე ჰქონდეს ხრწნაც და ტკივილგანუცდელი და ნეტარი ცხოვრება ჰქონდეს ტკივილგანცდელსა და მწუხარებასა და ტანჯვაწამებაში მყოფს. ამიტომ მითქმის და ამიტომაა ეს დოგმატურად ეკლესიის მამათაგან ჩამოყალიბებული, რომ დასაბამშიც ამგვარი თვისებები ჰქონდა ადამიანის კაცობრიურ ბუნებას ბუნებითად, რომ ეს ბუნება იყო უეჭველად უკვდავი, უხრწნელი და ტკივილგანუცდელი და რომ არაცოდვა მარადიულად ასეთივე იქნებოდა და წარემატებოდა საღვთო სათნოებებში, ანუ ღვთისადმი მსგავსებაში, მაგრამ დაეცარა ცოდვით, შესაბამისად შეიძინა სიკვდილი, მოკვდა კაცობრიური ბუნება, ჩვენ პირდაპირ რომ ვთქვათ, მხოლოდ ყოფითი ცხოვრება შეინარჩუნა და ყოფითი სიცოცხლე მან, მაგრამ სულიერად ის მკვდარია, იმიტომ რომ მას აღარ შეუძლია ცხონება, ის ხორციელი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში, ანუ წარწყმედაში მიდის უკლებლი ყველა ადამიანი, ვიდრე მაცხოვრის მოვლენებამდე, მაგრამ მოვიდა ის, ვინც ჭეშმარიტი სიცოცხლის კარიბჭე გახსნა და ჩვენ მოგცა უნარი იმისა, რომ ხორციელი სიცოცხლის დასრულების შემდეგ, ვიდრე მეორედ მოსვლამდე, თუ კი ღირსეულად ვიღვაწებთ, სულიერ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ და გაცოცხლებულნი ვიყოთ და სიკვდილში და წარწმენდაში არ წავიდეთ, ხოლო მეორედ მოსვლის შემდეგ საყოველთაოებად სიცოცხლისა და მარადიული ცხოვრებისა ღირსეულთათვის, რა თქმა უნდა, ყოვლად შეურყეველი იქნება. ამიტომ ეწოდება მას ქართულში მაცხოვარი. სხვა ენებში უფრო გამჭვირვალე ტერმინია თითქოს, ესე იგი შინაარსობრივად უფრო გამჭვირვალე, ბერძნული სოტერ ნიშნავს გადამრჩენს და ესე იგი ქართული მაცხოვარი განესხვავება ვთქვათ რუსულ სპასიწელს და ლათინურ სალვატორს, იმით რომ ამ ორ უკანასკნელ ტერმინში კარგად ჩანს გადარჩენის, ხსნის შინაარსი, მაშინ როცა ქართულ მაცხოვარში თუ ადამიანმა ტერმინის ეტიმოლოგია არ იცის, ერთბაშად ეს თითქოს და ვერ დაინახება და მით უმეტეს რომ ქართულში გვაქვს მეორე სიტყვა ხსნა, რაც ზედმიწევნით ესაგადაგება თქვათ სპასიენი ეხსნა, სპასიიწელ მხსნელი, რაც ასე დაკანონებული ძველი ქართული ტერმინია და ეს სიმდიდრეა ქართული ენისა, რომ ჩვენ ცხონებითი ტერმინები ესოდენი სიმრავლით გვაქვს, ერთი მხრივ როგორც ვიკითხარით, ცხოვრებაი, ცხონებაი, სიცოცხლე, მეორე მხრივ მაცხოვარი, მხსნელი, მაშინ როცა თვით ბერძნულ ენაშიც კი საიდანაც ეს ყოველივე მომდინარეობს, თითო ტერმინია სახეზე. მაგრამ ჩვენ დაუბრუნდეთ იმას, რასაც ვამბობდით, რომ მაცხოვარება, ანუ ჭეშმარიტი სიცოცხლის მინიჭება კვლავ ხელახლა კაცობრიური ბუნებისადმი, მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ დასაბამიერ მდგომარეობაში აღდგა ეს კაცობრიური ბუნება, შესაბამისად, იგი მიმღებია უცოდველი ცხოვრებისა, ხოლო უცოდველი ცხოვრება თავისთავად უკვდავ ნეტარსა და უხრწნელ სიცოცხლეს გულისხმობს. ამიტომ ხდება, რომ მაცხოვრის მიერ აღდგინებულ კაცობრიურ ბუნებაზე ჩვენ საუბრობთ უკვე როგორც განღმრთობილზე, განღმრთობილზე არა მხოლოდ იმ ნიშან-თვისებებით, რაც მან შეერთების პირველ წამიდანვე მიიღო, იმაზე უკვე ვრცლად ვისაუბრეთ, არამედ იმ თვისებებით, რაც ზოგადად კაცებას ერთხელ უკვე ჰქონდა და დაჰკარგა. ანუ მაცხოვრისგან აღდგინებული კაცობრიური ბუნება კვლავ იმგვარადვე უკვდავია, როგორც იყო ადამიანისეული ბუნება ცოდვამდე, კვლავ იმგვარადვე უხრწნელია, როგორც იყო სამოთხეში ადამიანისა და ევას ბუნება და კვლავ იმგვარადვე ნეტარი, ანუ ტკივილგანუცდელი, ანუ უვნებოა. უვნებობა ეს გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი სათნოებითი მდგომარეობა, სათნოებათა მწვერვალი, ბერძნულად აპათეია, რაც დღევანდელ მეტყველებაში არის სიტყვა აპათია, თუმცა სხვა გაგებით რაღაცით შეიძლება ჩვენ ამ აპათიის საღვთისმეტყველო შინაარსით თანამედროვე ყოფითი გაგებიდანაც გავიცნობიეროთ, რადგანაც აპათია ნიშნავს უმოქმედობას დღეს, მოშვებულობას და ასე შემდეგ, აღუქმელობას, შეუგრძნობლობას და სხვა. და ეს შინაარსი ოღონდ დადებითი მნიშვნელობით ამავე ტერმინს აქვს საღვთისმეტყველო გაგებითაც, იმიტომ რომ აპათეია ნიშნავს ვნებათადმი უგრძნობელობას, ვნებათადმი აღუძოვრელობას, ვნებათადმი უმოქმედობას. აი ესა აპათეია. პათოს არის ვნება, აპათეია არის უვნებობა, ძველქართულად უვნებელობა, მაგრამ უვნებელობა დღეს აპათეია შესატყვისად ვერ შენარჩუნდება, იმიტომ რომ დღეს უვნებლობა ნიშნავს დაუზიანებლობას, ზიანის გარეშე ყოფნას. მაშინ როცა ეს შინაარსი არ ჩაიდებოდა ძველქართულ უვნებელობაში, ისე როგორც იგი ეს შინაარსი არ ჩაიდება ბერძნულ აპათეიაში, ორივე მათგანი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ვნებათაგან
განშორებულობას, ანუ უვნებობას, ვნებამოკლებულობას, ვნებებისადმი სრულ აღუწორველობას და სათნოებითი მოღვაწეობის მიზანი ეკლესიის მამათა სწავლებით სწორედ ეს გახლავთ. ასე რომ განხრთობის მეორე ეტაპით მაცხოვარი აგვირგვინებს თავის სოტერიოლოგიურ, ანუ მაცხოვარებით, ანუ გადამრჩენლობით, ანუ გამომხსნელობით ღვაწლს და განხრთობის შესახებ მოძღვრებაც მაცხოვრის განკაცებასთან დაკავშირებით სწორედ ამით განისაზღვრება, რომ აღდგა მაცხოვარი კაცობრიურად, ანუ კაცობრივი ბუნება მაცხოვარმა აღადგინა, მაცხოვრის ღმრთეებამ აღადგინა, განხრთობილობაში საღვთო თვისებებით აღჭურვილი, ოღონდ აი ამ საღვთო თვისებათაგან ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ თითქოს და წარხოცილია ხორციელება, ეს ყოვლად შეუძლებელია, ეს კვლავ ხორციელების თვისებებია, რაც როგორც ვეკითხარით, ადამიანს ერთხელ უკვე ჰქონდა და დაჰკარგა, თუ ჩვენ აი ამგვარი თვისებები, რაც მაცხოვრის აღდგენილ კაცებას აქვს, კერძოდ უხრწნელება და უკვდავება და ტკივილგანუცდელობა, ხორციელების დაკარგვად წარმოგვესახება, მაშინ ხორციელების არ მქონეთ უნდა ჩავთვალოთ ადამიანის დევაც ცოდვით დაცემამდე, იმიტომ რომ ზუსტად იგივე კაცობრივი ბუნება აღადგინა მაცხოვარმა, იმავე კაცობრივი ბუნებით აღდგა მაცხოვარი. ასე რომ როგორც შეუძლებელია ითქვას, რომ დასაბამში ადამი და ევა ხორციელების გარეშე შეიქმნა და სამოთხეში მათ ხორციელება არ ჰქონდათ, ყოვლად შეუძლებელია ცხადია ამგვარის თქმა, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი საღვთო წერილში პირდაპირ აღწერილი თუ როგორ შეიქმნა მისი ხორცი, ადამიანის ხორცი, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად უეჭველია, რომ მაცხოვრის მიერ აღდგინებული კაცება არანაირად ხორციელებას მოკლებული, ოღონდ ესაა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ხორცი სულიერი და არა ხორცი მშვინვიერი. დაეთესვის ხორცი მშვინვიერი, ანუ დაეთესვის ხორცი ვნებადი, სნეული, დაცემულობითი და ცოდვისმიერი დაავადებებით, დაეთესვის ხორცი მშვინვიერი, როგორც ვგვეთქვით, აი ამგვარი ვნებადი ხორცი და აღდგების ხორცი სულიერი. ესაა ხორცი განხრთობილი, გამშვენებული საღვთო, ანუ სულიერი ღირსებებით, სულიერებასთან, სულის ღირსებებთან ყოვლითურთ თანა შეთქმობილი და თანაშემოხსებული. ამავე სხეულით ამაღლდა მაცხოვარი ზეცად, ყველანაირი გაგებით და უფრო მეტად სხეული ეს, ვიდრე სხეულია ჩვენი ვნებადი სხეული, იმიტომ რომ თავისი სხეულებრივი ღირსებების მაქსიმუმს, მაქსიმალურ და მწვერვალეს გამოვლინებას სწორედ ამ ჟამს აღწევს კაცება, როდესაც მაცხოვარი მას მკვდრეთით აღადგენს, საკუთარ კაცებას, როდესაც მკვდრეთით აღადგენს, კაცება, კაცობრივი ბუნება სწორედ მაშინ არის განხრთობის, ანუ გასულიერების, განწმენდის მწვერვალზე და ესაა ხორციელება გაცილებით უფრო ჭეშმარიტი, ვიდრე კვლავ აღნიშნავთ ხორციელება ჩვენი ეს დაცემულობითი მდგომარეობა, გაცილებით უფრო შემძლე, გაცილებით უფრო გამომხატველი და დამტევი იმ ღირსებებისა, რითაც ხორცი სულს უნდა ემსახუროს, ადამიანის ხორცი ადამიანის სულს უნდა ემსახუროს და სულის საქმენი მისი შუამავლობით უნდა აღსრულდეს. ასე რომ მაცხოვარი ჭეშმარიტი ხორციელებით აღდგა, ოღონდ ესაა უკვე და ეკლესიის მამები ამ ტერმინს გამოკვეთილად იყენებენ მაცხოვრის აღდგინებული კაცების მიმართ, რომ ესაა გარდაქმნილი კაცობრივი ბუნება. მაცხოვრის კაცობრივი ბუნება უკვე გარდაიქმნა, რატომ არის რომ ეკლესიის მამები არ უფრთხიან ამ ტერმინის გამოყენებას აღდგომასთან დაკავშირებით. გარდაქმნა თითქოს ერთი შეხედვით იმას ნიშნავს, რომ ბუნებითი თვისება გაუქმდა. და რა თქმა უნდა, ბუნებითი თვისება უქმდება ამ შემთხვევაში კაცებაში, კერძოდ ხრწნილების ეს ბუნებითი თვისება დაცემულობაში მყოფი კაცობრივი ბუნებისა, ბუნებითი თვისება მოკვდაობას და ბუნებითი თვისება ტკივილგანმცდელობას დაცემული კაცობრივი ბუნებისა. და ვამბობთ, რომ ეს გარდაიქმნეს, ანუ ეს ბუნებითი თვისებები მასში შეიმუსრა. ნუ თუ ეს მონოფიზიტობა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლავთ, იმიტომ რომ საუბარია იმავე კაცობრივი ბუნების ფარგლებში, გაუკუღმართებული კაცობრივი ბუნების თვისებები, დაუცემელი კაცობრივი ბუნების თვისებებად გარდაიქმნა. ანუ ეს უკვდავებაც, უხრწნელებაც და ტკივილგანუცდელობაც იმავე კაცობრივი ბუნების თვისებები იყო. ეს თვისებები ცოდვამ გააუკუღმართა და ცოდვის შემოსროლმა იგივე თვისებები ჩვენს ბუნებას კვლავ აღუდგინა. ასე რომ კვლავ და კვლავ კაცობრივი ბუნების წიაღში ყარემართება ჩვენი მსჯელობა, საერთოდ შემეცნება ამ საკითხისა და აქ არანაირად არ იგულისხმება ცხადია რაიმე საღვთო ბუნებასთან შეთქვეფა, შერწყმა და შერევნა კაცობრივი ბუნებისა. საკუთრივ კაცობრივი ბუნების ფარგლებში, რაც შესაძლებელია და რაც დატევნადია, იმ ფარგლებში ხდება ეს გარდამქმნელობა, რომ უქმდება ცნეულებითი დაცემული ბუნების ასევე სნეულებითი და დაცემულობითი თვისებები, მოკვდაობისა, ხრწნადობისა, ტკივილგანცდელობისა და კვლავ ხაზგაუსვამთ, ესენი ბუნებითი თვისებები გახდათ დაცემულობის ეპოქაში კაცობრივი ბუნებისა და მათ ნათლად უკვე დაუცემელობის მდგომარეობაში იგივე კაცობრივი ბუნება თავის დაკარგულ კაცობრივ თვისებებს კვლავ იძენს, კვლავ იბრუნებს თვისებებს უკვდავებისას, უხრწნელებისას და ტკივილგანუცდელობისას. მაგრამ ეს არანაირად ანიშნავს, რომ ხორციელება კვლავ აღნიშნავთ რაიმე თიკნინდება, მაცხოვრის კაცება, კაცობრივი ბუნება, კაცობრივი სხეული შეხებადი რჩება, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ის შეუხებელი ხდება და ეს შეხებადობა ადასტურებს, რომ მას ხორციელება მარადიულად თან აქვს
და როგორც წმინდა იოანესინელი ამბობს, წმინდა იოანე დამასკელიც მიუთითებს, გავბედავთ და ვიტყვით, რომ ეგევე ხორციელებით მაცხოვარი მას შემდეგ რაც ამ კაცებით იგი ზეცად ამაღლდა, ამავე ხორციელებითა და ამავე კაცობრიობი ბუნებით მარადიულად მამის მარჯვენით დაბრძანებულია და მარადიულად გიეს ყოვლადწმინდა საიმაში ეს კაცობრიობი ბუნება მაცხოვრის იპოსტასში ზეცად ამაღლებული. ასე რომ კაცება მაცხოვრის იპოსტასში, როგორც ვიკითხარით, ცალკე განიხილება, განყენებულად მაშინ განიხილება, როდესაც მაცხოვარი იღებს ამ კაცებას და ჩვენ გვინდა გავიგოთ რა მიიღო მან კაცობრიობი ბუნება, როგორი მიიღო, მაშინ განყენებულად განვიხილავთ კაცობრიობ ბუნებას და ვამბობთ, რომ ყველა იმ თვისების მქონე კაცობრიობი ბუნება მიიღო, რა თვისებებით ჩვენს ჰიპოსტასში ვლინდება ამ კაცობრიობი ბუნების, ანუ ყოვლითურ ჩვენეული კაცობრიობი ბუნება მიიღო გარდა ცოდვისა და ჩამოვთვლით ამ კაცობრიობი ბუნების ყველა თვისებას, თუნდაც უკიდურესად შეუფერებელს ღვთისთვის, ყველა ეს ბუნებითი თვისება მან მიიღო, მაგრამ მიიღო რა, იწყება კაცობრიობი ბუნების განხთობილობა, ჯერ შეერთების პირველ წამიდანვე, როგორც ვეკითხარით, იმ 4 ღირსებით, რაზეც არაერთგზის ვისაუბრია და მეორე ეტაპზე უკვე ხდება ამავე კაცობრიობი ბუნების დაცემულობითი თვისებების გარდაქმნა იმავე კაცობრიობი ბუნების დაუცემელ მდგომარეობაში გამოვლენილ თვისებებად. ესე იგი, საკუთრივ კაცობრიობი ბუნების რაღაც სხვა ბუნებად გარდაქმნა კი არ ხდება, კაცობრიობი ბუნების ერთი მდგომარეობის შეცვლა ხდება იმავე კაცობრიობი ბუნების მეორე მდგომარეობით და უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ კაცობრიობი ბუნების მეორე მდგომარეობის, ანუ დაცემულობითი მდგომარეობის შეცვლა ხდება იმ პირველი მდგომარეობით, რაც დასაბამში ჰქონდა ამავე კაცებას იმ უხრწნელების, უგდევებისა და ტკივილ განუცდელობის თვისებებით აღჭურვილი. აი ეს გახლავთ სწავლება განხთობის შესახებ, ჩვენ მსმენელებს მიუთითებთ და ვთხოვთ, ვისაც აინტერესებთ, რომ სპეციალურად მოიძიონ შესაბამისი თავი იოანე დამასკელის ცენტრალურ ნაშრომში მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, ორი თავი განსაკუთრებით განხთობილობის შესახებ მაცხოვრის კაცობრიობის სხეულისა და ხრწნისა და გარწნის შესახებ. აი ეს ორი თავი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც დატევნითად შეჯამებულად ამ მოძღვრებას წარმოგვიდგენს. სხვა მოძღვართა სწავლებანი ამავე საკითხზე ჩვენ ვრცლად გვაქვს განხილული და შემოკრებილი ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში, რაც გამოქვეყნდა ჟურნალ გზასამეუფოს მე-4 ნომერში, იქ ამ საკითხზეც მაცხოვრის კაცობრიობი ბუნების რაობისა და მისი განხთობილობის შესახებაც ეკლესიის მამათა სწავლებანი იქ შემოკრიბეთ და დაინტერესებულ მსმენელს, რაც ჩვენ ამ საუბრებში ვეღარ მოვიტანეთ დროის შეზღუდულობის გამო, იქ შეუძლია ჰპოვოს. ამჯერად ამით დავაბოლოებთ, გმადლობთ ყურადღებისათვის.